მოგესალმებით. დღეს შაბათია, ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. მთავარი ანალიტიკური გადაცემა არის კვირისა და ჩვენ როგორც შევთანხმდით, მე ძირითადად ვისაუბრებ საშინაო პრობლემებზე, იმიტომ რომ მოახლოებული თუ გნებავთ გაცხადებული აქციები, თუ გნებავთ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, ეს გაუთავებელი დაჭერები ამ არჩევნების წინ და ასე შემდეგ მიგვითითებს ერთ რამეზე, რომ ხელისუფლება ვერ გამოვიდა იმ ინერციიდან, რომელშიც იგი ჩავარდნილია და იგი ცდილობს სრულიად მცდარი გზებით შეძლოს მდგომარეობის სტაბილიზაცია. მდგომარეობა არის არასტაბილური. ხას უსვამ, თუ ვინმეს დღევანდელ ხელისუფლებაში უნდა რომ თავი მოიტყუოს და თქვას, რომ აკონტროლებს სიტუაციებს, ასე არ არის. ზეწოლა გარედან ძლიერდება, ხასიათი შიდა პროცესებისა ძალიან აგრესიული და აშკარად გამოკვეთილი კონფრონტაციული ხდება. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი გახდება 4-ში მართლაც და სერიოზული, რომ იტყვიან, აქცია მოეწყოს იმ ჯგუფისა, რომელიც ოპოზიციად მოიაზრებს თავის თავს, თუმცა ესეც პირობითია დღევანდელი ხელისუფლების პირობებში და მთავარი რაც ჩვენ გვრჩება ყურადღებიდან და მე მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება. დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იჯდნენ და თუ დისკუსიაში არ იქნიან შესული ოპონენტებთან, ისინი უნდა ალაგებდნენ თავიანთი წარმოდგენებით იმ სიტუაციას, რომელიც შექმნილია ქვეყანაში და ჩვენ უნდა ვხედავდეთ, რომ ამ ადამიანებს გააჩნიათ პოლიტიკური ხედვა, რომელთა საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რომ რაიმე არასტაბილური და ძალზე არაკონტროლირებადი სიტუაციები არ ჩამოყალიბდეს ქვეყანაში. არა და ამის საფრთხე არის. რატომ არის საფრთხე? საფრთხე იმიტომ არის, რომ ფაქტიური ხელისუფლება აბსოლუტურად იზოლაციაშია დასავლეთიდან, ევროპიდან, შეერთებული შტატებიდან და ბუნებრივია ეს ინფორმაცია ოპოზიციაში მყოფ ხალხს და იმ ლიდერებს, რომლებიც ხშირად დადბიან დასავლეთში, შესანიშნავად იციან და მათ ინსტრუქტორებიც შესაბამისი აქვთ. რა როლს შეასრულებს? მოდით ისეთი საკითხი შევეხოთ ახლა, რომელიც ძალიან არასტანდარტულია და ნაკლებად განიხილება. სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში და ზეწოლის შემთხვევაში რა პოზიციას დაიკავებს ოცნების ის ფრთა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, რომ მისი გუშინდელი, რომ იტყვიან თანაპარტიელები და თანადიდი თანამდებობის პირების დაჭერაზე ეფიქრა. ისინი დასაჭერი იმ დღეს იყვნენ, როცა იყვნენ და ხელისუფლებაში დიდ თანამდებობაზე ყოფნის დროსაც არავისთვის არ დაუმალავთ, რომ მექთამეები გაფუჭებული ხალხია და შესანიშნავად ძარცვავენ ამ ქვეყანას. ამიტომ დღეს რეკლამირება ამ თემის არის აბსოლუტურად წამგებიანი, იმიტომ რომ ოცნება ფაქტურად აღიარებს, რომ მას მოშლილი სახელმწიფო კონსტრუქცია გააჩნია. თუ გუშინდელი პრემიერ-მინისტრი დასაჭერია, ორჯერ პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მთელი კლანი კორუფციაში ყავდა ჩაფლული, თუ თავდაცვის მინისტრი დასაჭერია და დასაჭერია, მაშინ იყო დასაჭერი, ცოლს რომ 100,000-იან თუ 200,000-იან დაბადების დღეს უხდიდა. მაშინ რას აკეთებდა ოცნება ამდენი წლის განმავლობაში? თუ ამ მართლობამ, რომელსაც მე ვაკრიტიკებ და მიუღებელია ჩემთვის როგორც მართლობის ფორმა და არა როგორც პიროვნული საკითხი. პიროვნებებთან მე არანაირი შეხება არ მაქვს. მე ვსაუბრობ მხოლოდ იმ ხალხზე, ვინც შემოდის საჯარო სივრცეში,
არის ხელისუფლებაში და არის გადაწყვეტილების მიმღები, ყოველ შემთხვევაში იმ მაგიდას უზის, სადაც გადაწყვეტილებები გამოიმუშავება, ცდარი, კარგი, საუკეთესო არ ვსაუბრობ ამაზე, მე მხოლოდ იმ ხალხზე ვსაუბრობ. ჩემი გადაცემებიდან, ჩემი ინტერვიუებიდან თქვენ გესმით, არაფორმალური მმართველობა არის ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მონგრევა, მისი კონსტიტუციური წყობის მონგრევა, ხელისუფლების ორგანოების ნომინალურ არაფრის მაქმნის ორგანიზაციებად გადაქცევა და ეს ყველაფერი თუ აიტანება ქვეყნის შიგნით იმ გაუნათლებელი და საცოდავი ხალხის მხრიდან, რომლებიც მხსნელს და მარჩენალს ხედავენ არაფორმალურ მმართველობაში, მე არაფერს ვამბობ დაქირავებულ ხელფასს და სერიოზულ ფულს ვინც იღებს იმ მომსახურე პერსონალზე. ესენი ქართველთა ორგანული ნაწილია, ქართველთა ინტელექტუალური ნაწილი ყოველთვის იყო გამყიდველი, ამიტომ კარგად ვინც გადაუხდი და ყოველთვის იქ იქნება. ესე იგი, არაფორმალური მმართველობა არის ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი, დამღუპველი და მე არაერთხელ გავუსვი ხაზი იმაზე, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე, სადაც სასტიკი გეოპოლიტიკური დაპირისპირება არაფორმალურ პიროვნებასთან არავინ არ დაიკავებს საქმეს. ანბანურია. ჯერ ერთ-ერთ გადაცემაში მე დეტალურად ავხსენი, რა პრობლემა აქვს არაფორმალურ მმართველობას და არაფორმალურ მმართველს. თუ შენ არ ახარ კონსტიტუციური წყობის შემადგენელი ნაწილი და შენ არ ხარ ერთ-ერთი ღერძული, ყველაზე მთავარი თანამდებობის პირი, არადა არავინ არ გიშლიდა, მოდი დაიკავე, გააკეთე, აიღე პასუხისგებლობა, შენ ხარ ტელეფონი. ანუ შენ ხარ სისტემის გარეთ, მაგრამ მართავ სისტემას. მოდი გავხსნათ ეს საკითხი. მაგრამ შენ მართავ ამას ტელეფონის მეშვეობით. შენ არაფორმალური ადამიანი, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც არ უჭირავს სახელმწიფოში არანაირი თანამდებობა, დაიფიქრეთ, გაანალიზეთ რა კატასტროფის წინაშე. კაცი, რომელიც არ არის ხელისუფლების ნაწილი, მართავს ქვეყანას უკვე 13 წელია. შენ ხარ ტელეფონი, ესე იგი, თუ შენ არ დაურეკავ და იმ სისტემის შიგნით მყოფ ადამიანებს, მაღალი თანამდებობის პირებს, პრემიერი, პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი, უსაფრთხოების სამსახურები თუ სხვა და ასე შემდეგ, შენ სხვა ბერკეტი არ გაგაჩნია, შენ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ, თუ არა ტელეფონით არ დაავალებ, ანდა დაიბარებ და მოვლენ და დაავალებ. ეხლა დავსვათ კითხვა. და მე ამას შემთხვევით არ ვსვამ. კრიზისულ მომენტში ასეც მოხდება. რა მოხდება, რომ შენ რომ ტელეფონიანი და მაგარი კაცი ხარ და ქვეყანას მართავ, გაგითიშან ტელეფონი. ანუ არ უპასუხონ შენს არს. ანუ შენ რომ დაიბარებ, ვერ დაიბარებ, არ გიპასუხეს, ანდა უთხარი რომ მოვიდნენ, მაგრამ არ მოვიდნენ. აი რის წინაშე დგას ქვეყანა, თუ ხედავთ ხელისუფლებაში დაუმსახურებლად საკმაოდ ახალგაზრდა ხალხია, აბსოლუტურად აზზე არ არიან სახელმწიფო როგორ მართონ, ნაღდათ არ იციან როგორ უნდა მართონ სახელმწიფო, იმიტომ რომ ამდენ შეცდომას არ დაუშვებდნენ. მეორე, მე ვერ ვხედავ პოტენციალს ზრდისა. მე რა რო ახალგაზრდა კაცი ხარ, იქნებ გაგიმართლა და მოხვდი ამ მატარებელში, რომელსაც ბელადის მატარებელი ქვია და გადმოგტვირთვეს მთავრობაში ძალიან მაღალ თანამდებობაზე. დაიცალა მატარებელი, ხო? ერთ კაცს მაინც რო ხედავდე, ვინც დღედაღა მუშაობს და მისი აზროვნების კონსტრუქცია უმჯობესდება
მისი შეხედულებათა სისტემა პროგრესს განიცდის, მისი ცოდნა საერთაშორისო პოლიტიკისა, საშინაო მდგომარეობისა, ქვეყნის უპირველესი სატყივარისა, მას გათავისებული აქვს და ნელ-ნელა იგი კრებს თავის ინტელექტუალ ძალებს და ამ დიდი მუშაობის შემდეგ იგი პროგრესის გზაზეა. მე ასეთ ახალგაზრდა კაცს ყოველთვის დაუჭერდი მხარს, მაგრამ ისინი არ იზრდებიან. ისინი თამაშობენ იმ გაფუჭებული სისტემის თამაშებს, რომელიც მათ ადრე თუ გვიან დააკარგვინებს ხელისუფლებას. ჩვენი მთავარი მიზანი არის არა ის, რომ ხელისუფლება ვინმე დაკარგოს და ვინ მოვა ახალი ხელისუფლება. არა. ჩვენ ცოტა სხვანაირად უყურებთ ამას. ჩვენ როცა ვამბობ, მე ქართველთა დიდი გაერთიანების ინიციატორებს საუბრობ და უკვე იმ ძალიან საღ ქართველებს, რომელიც ამ იდეის ირგვლივ შემოიკრიბა. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ გლობალურად პროცესი არის კრიზისიდან გამოსაყვანი, ეს 33 წლიანი მარაზმი უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ამას დაჭირდება ის ძალისმიერი ზემოქმედება, როცა სმენა დაქვეითებულ და ხედვა დაქვეითებულ ხელისუფლებას მიანიშნებენ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ის რომ დანიშნულია 4 სექტემბერს რაღაც გამოსვლა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საკმაო ხალხი მივა, მაგრამ ამ არჩევნებამდე და ამ ორი ჯგუფის დაპირისპირებამდე 27 სექტემბერს ქართველთა დიდ გაერთიანების ინიციატორებმა ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომ 27-ში 3 საათზე რუსთაველის ძეგლთან ყველა იმ ქართველს თხოვთ მოვიდეს, ვისაც ამ ქვეყნის ტკივილი აწუხებს, ვისაც აშინებს მოვლენათა ეს განვითარება, ჩვენ შევიკრიბოთ იქ. ჩვენ არ გვინდა რომ ქართული მიწები იყიდებოდეს, ჩვენ არ გვინდა რომ ასეთი საშინელი მუსულმანიზაცია ხდებოდეს მიგრანტების ხარჯზე, ჩვენ არ გვინდა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე იდგეს ქართველი, ჩვენ არ გვინდა რომ ისეთი საშინელი მიგრაცია იყოს ქართველების საკუთარი ქვეყნიდან და ისინი სწორედ გასრესილნი არიან იმ შიგა მტაცებლური დამოკიდებულებებით საბანკო სისტემა იქნება, ეს ხელისუფლების პოლიტიკა იქნება, რომელიც მიგრანტებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევს ვიდრე საკუთარ ხალხს. შევიკრიბოთ, ერთად მოვილაპარაკოთ, რა იქნება ეს საინფორმაციო მიტინგი, მსვლელობა თუ ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვერავის იმედზე ვერ ვიქნებით ამ ქვეყანაში, ჩვენ ვერავის ვერ დაველოდებით, ჩვენ ძალიან მშვიდად წყნარად ამ ქვეყნის გვერდზე დგომით, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება და ხელისუფლებამაც და ამ ოპოზიციამაც იცოდეს, რომ ეს ქვეყანა მათი არ არის. თუ ისინი ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ იმოქმედებენ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა შეხედულების ხალხი ესენი, ლიბერალები, კონსერვატორები, ვიღაც კიდე სხვა წარმომადგენლები. მთავარია ჩვენ ვხედავდეთ არა იმ ხალხს, რომელიც გარედან იმართება და სურს ისეთი რამეები, რაც საქართველოს მომავალს ასრულებს, სადღაც არ არსებულ შესაძლებლობებზე საუბარი, რომ სადღაც გავწევრიანდებით, რაღაც კიდე მიგვიღებენ და დაცული ვიქნებით და ასე შემდეგ. არაფერი მსგავსი არ იქნება, ვერ იქნება, მაგრამ ახლა მთავარი არის სისუსტე ხელისუფლებისა დაჭერილია. ხელისუფლება დღევანდელი არის სრულ იზოლაციაში გარედან, დასავლეთის მხრიდან, ეს არსებითია და ამაც რა თქმა უნდა კარგად ორგანიზებული, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია აუცილებლად გაათამაშებს. რა შეიძლება მოყვეს ამას? მთავარი რაც არის გათვლები, არის არასისხლიანი რევოლუცია და არა რამე არა, ასე არ არის. მთავარი არის არაფორმალური მმართველის ჩამოცილება
საერთოდ სახელმწიფო საქმიანობით. მაგრამ ამას ღიად ოპოზიცია არ საუბრობს. არის მინიშნებები რაღაცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სწორედ ამ შექმნილ სიტუაციაში აშკარა არის, რომ ოპოზიციაში მყოფი ეს ხალხი, რომელიც ორგანიზდება და ხელისუფლებაში მყოფი ის ხალხი, რომლებიც სიტუაციამ მოიყვანა ხასუსო, ბატონმა ბიძინმა ივანიშვილმა ყველა გაწირა თავისი ხალხი, გაიყვანა ხელისუფლებიდან, ამ გზით იგზით მნიშვნელობა რა აქვს, როგორმე ისეთი სიტუაცია შეექმნა, რომელიც მისაღები იქნებოდა დასავლეთისთვის და ისინი დიალოგზე წავიდოდნენ, მაგრამ არავინ არ წავიდა დიალოგზე. ამაზე არ საუბრობენ, ამაზე არ არის წერება სტატიები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსურნე ხალხმა ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ რეალურად უნდა ვიცოდეთ რაზეა საუბარი. მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ არაფორმალური მმართველობა დასრულდება. ან ჩვენ დავსრულდებით, როგორც სახელმწიფო, ეხა რომელი იქნება უფრო მისაღები ქართველებისთვის, ეს ქართველების გადასაწყვეტია, მაგრამ ეს აშკარა არის, რატომ? რომ წარმატება მიეღწია არაფორმალურ მმართველობას, ეს კრიზისი არ იქნებოდა, მაგრამ კრიზისი გამოიწვია ხელისუფლებაში ფაქტობრივად არაფორმალური მმართველის მიერ დაშვებულმა სერიოზულმა პოლიტიკურმა შეცდომებმა. პოლიტიკა კი შეცდომებს არ პატიობს. პოლიტიკა შეცდომებს არ პატიობს არავის გვარის და სახელის განურჩევლად, იმიტომ რომ ასეთია მისი ბუნება. აქ შეცდომების დაშვება არ შეიძლება. აქ შეიძლება რაღაც უხეში ძალა გამოიყენო რაღაც, მაგრამ ამას ასე თუ ისე პოლიტიკურად რაღაც გამართლება მოეძებნება, ყოველ შემთხვევაში თუ საქმე ქვეყანაში მეტნაკლებად უკეთესად მიდის, თუ არ მიდის უკეთესად, ამასაც ვერ მოუძებნი გამარტებას, მაგრამ არაფორმალური მმართველობის ნებისმიერი ნაბიჯი განხორციელებული ფორმალურად ხელისუფლების ფორმალურ ნაწილში მოქმედების ქონე ხალხი დღევანდელ ხელისუფლებას გულისხმობ, ეს ნაკლებ და ძალიან დიდად საეჭვოა, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდა ბიჭებმა, რომლებმაც საკმაოდ დიდი ფული იშოვეს ამ 12 წლის განმავლობაში, გასაგებია, რომ ელემენტარული საღიაზრი უკან ნახევთ მათ, რომ არ ჩაყნენ სამარეში არაფორმალურ მმართველს. ესე იგი, თავარი ის არის, რომ ჩვენ ამ კრიზისის განვითარების კვალობაზე უნდა ველოდოთ თანხვედრილ მოძრაობას დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფისა და ოპოზიციაში მყოფი ჯგუფის ინტერესების დამთხევისა და გარკვეული კოორდინირებული მოქმედებისა, რომ ჩამოცილებული იქნას ის მთავარი, რომელიც ერთსაც და მეორესაც გარკვეულწილად უშლის ხელს, ეს არის არაფორმალური მმართველობის სახით. რაც მოიტანს ეს? ახლა მოდი ვნახოთ. დაუშვათ განხორციელდა ეს სცენარი. პოლიტიკური პარტიების სისუსტის გამო პოლიტიკური ავანსცენაზე დაკავებული პოლიტიკური პარტიები ბალანსის დაჭერას ვერ შეძლებენ, გამორიცხულია. ამიტომაც ის გაერთიანება, რომელიც ქართველთა დიდი გაერთიანების არის ცნობილი, არა პარტია, ჩვენ პარტიებს არ ვეხებით, ყველა პარტიას თავისი დღის წესრიგი აქვს, ჩვენ გვინდა რომ ეს პარტიები მოქმედებდნენ ქართული სახელმწიფოს ინტერესების, ქართული ხალხის ინტერესების ფარგლებში, ისინი დღეს არ მოქმედებენ, ისინი ხვალ არ იმოქმედებენ, თუ ამის ძალა ქვეყანაში არ გაჩნდა და ასეთი ძალა არის
პარტია ჩვენ კონკურენტი კი არა ვართ იმ პარტიისა ან ხელისუფლებაში მყოფი პარტიისა და იმას კი არ ვეუბნებით ჩვენ ჩამოდი და ახლა მე მოვალ და მე მივხედა არა ჩვენ ვეუბნებით რა კი ქვეყანა მიდის სრული კრახისკენ საქართველო იკარგება ქართველებისთვის ქართული მიწების დანაშაულებრივი გაყიდვა ქართველების გაყრა ქვეყნიდან იმ ქვეყნებიდან ხალხის ასეთი დიდი მასშტაბით შემოყრა ფაქტობრივად საქართველოს აყენებს უზარმაზარი საფრთხის წინაშე ხასუსო ჩვენი კულტურის მატარებლებმა ძალიან კარგად ვიცით რომ ჩვენ ტოლვილიც უნდა მივიღოთ გაჭირვებულს უნდა დავეხმაროთ ყარი გაუხსნათ შევიფაროთ დავაპუროთ მაგრამ ამას აქვს გონიერების საზღვრები და ჩვენ არ შეგვიძლია ეს დავალებით გარე დამპალი იდეოლოგიური შტამპების ფარგლებში მიმოქმედოთ და ვიღაცას ვასიამოვნოთ რაღაც მიგრანტ აქტებზე ხელი ვაწეროთ პასუხისგებლობები ავიღოთ და ამ დროს ჩვენი ხალხი გვეცლებოდეს ხელიდან ამიტომ რა პროცესებიც არ უნდა განვითარდეს ქვეყანაში დღევანდელი გადასახედიდან წონასწორობის ყველა შესაძლებლობა გამორიცხულია. ანუ ჩვენ კვლავ უნდა წავიდეთ იმ არასტაბილური პოლიტიკური ცხოვრების გზით, როდესაც პერიოდულად ხდება ექსცესები, ნახეთ, პირველი კოლოსალური დანაშაული ეს იყო კანონიერი ხელისუფლების დამხობა, მეორე უკვე ტიკი მასხარა ვარდების რევოლუცია, რომელიც ისე შეფუთეს, რომ თითქოს ეს რაღაც იყო, ამ დროს ეს იმ ხელისუფლების ორგანული ნაწილის ხელისუფლებაში მოყვანა იყო და ხასუსა მე იქ ვიყავი და ყველა დეტალები ვიცი, კულისები ვიცი, რა ხდებოდა, მოლაპარაკებები და ასე შემდეგ, რომ არა მაშინ პარლამენტში მყოფი პოლიტიკური ლიდერების გამაუგნებელი შეცდომები აი ამას ბრიყვირ ვარ დაუშვებდა ვერანაირი შევარდნაძე ამ რევოლუციას ვერ ჩაატარებდა ამერიკელები ბოლოს ჩაერთნენ მოდით ღია ტექსტით თქვათ როცა ნახეს რომ გაუგებარი სიტუაცია იყო მით უმეტეს ზარიც იყო და ასე შემდეგ არანაირი რევოლუცია არ მოხდებოდა ამ შემოივლს შანსი არ ქონდა ხელისუფლებაში მოსვლისა მაგრამ მოხდა პოლიტიკაში ყოველთვის ასე ხდება როდესაც პოლიტიკური ლიდერები არაადეკვატურად იქცევიან იქ ხდება მათი ჩანაცვლება და მოვიდა რევოლუციური ჯგუფი ბჭყალებში და მათ 9 წლიანი მმართველობა ჰქონდათ მაშინ როდესაც შეეძლოთ ქვეყანა გაეყვანა ძალიან სერიოზული განვითარების გზაზე და დღესაც ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ მათ იმ ვირეშმაკული პოლიტიკით თავზე დაიმხეს ყველაფერი და უზარმაზარი ზიანი მიაყენეს ქვეყანას. გასაგებია ეს განწყობები შემდეგ ჩანაცვლებული იქნა 2012 წელს, თუმცა ქართული ხალხის განწყობა იქნა გამოყენებული ძალიან ჭკვიანი პოლიტტექნოლოგიების მიერ, რომლებმაც ზუსტად ააგეს ყველაფერი, აქაც მე ახლოს ვიყავი ყველაფერი ამასთან და ვხედავდი რა ხდებოდა, თუმცა ჩვენ სერიოზულ რამეზე ვმუშაობდით, თუმცა ის არავის არ დაჭირდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ამ ხელისუფლებას არ დაჭირდა, იმიტომ რომ ის უვარგისი კოალიცია, რომელიც შექმნა, ის ბიზნეს ფულებზე და საერთოდ ფულებზე ორიენტირებული და ეგრეთ წოდებული დასავლეთზე ორიენტირებული ხალხი იყო, თავისი წარსულიდან მოყოლებული, კოჰაბიტაციით გაგრძელებული და შედეგი ის არის, რომ ქვეყანა კრიზისშია. რატომ ვამბობ ამას მე? ჩვენ დღეს ნამდვილად ვართ კრიზისში და თქვენ ნახავთ, რომ ასულ რაღაც რამდენიმე დღე არის, რომ ეს პროტესტი უბრალო პროტესტი არ იქნება, რადგან ეს პროტესტი არის გარედან დაკვეთილი და ეს პროტესტი არის გარე გეოპოლიტიკური ინტერესების შესაბამისად ორგანიზებული პროტესტი. კარგია ეს თუ ცუდია, მოდი ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მაგრამ ასეა, ეს არ არის წმინდა შიგა პროცესი. ეხლა გეკითხებით,
რა შეუძლია ხელისუფლებას თუ ეს პროტესტი ასეთი სახით იქნა. ჩვენ მანამდე ამიტომ გვინდა 27-ში ვაჩვენოთ რომ თუ რაღაც საშინელი კრიზისები მოხდა ქვეყანაში, ქართულ ხალხს აქვს იმის ნება რომ თავისი ქვეყანა არ დაიმხოს თავზე, თორე აქ რა მოვლენები განვითარდება ძალიან ძნელი სათქმელია. რა რესურსი აქვს ხელისუფლებას დაუშვათ მოვიდა პროტესტზე ბევრი ხალხი. 200,000 თქვით, 100,000 თქვით, ცოტა ვინმეს გონია, არ არის ეს ცოტა ხალხი. რას უზამს? რეპრესიებს მოუწყობს, ვერ მოუწყობს, იმიტომ საერთოდ დაამხობს ყველაფერს. თუ ადამიანებმა არ დაარღვიეს კონსტიტუცია და ისეთ დაუშვებელ მეთოდებზე არ გადავიდნენ, რაც რუსთაველზე კარგად ინიცირებული ვითომ და პროტესტების დროს იყო, მაშინ ხელისუფლებას ძალა არჩება. რა უნდა დაუპირისპირო 100,000-ობით ადამიანის მოთხოვნას? ვერაფერს ვერ დაუპირისპირებ. ესე იგი, რა უნდა გააკეთო? რა კი დღესაც ვერ გადაგიდგია ნაბიჯი, იმიტომ რომ ღია პოლიტიკა სხვა რამეა, კულისებში ერთმანეთს რო ხვდები, ის სხვა რამეა. ღია პოლიტიკა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ხალხს ჰქონდეს ინფორმაცია იმის დასალაგებლად, რომ ესენი მართალია დაობენ, მაგრამ რაღაცისკენ მიდის საქმე, რაღაც კონსენსუსი მოიძებნება. როდესაც შენ კულისებში ურიგდები ერთმანეთს და გარეგნულად კი ერთმანეთს თავპირს ამტვრევ, ეს უკვე ძალიან საშიში პოლიტიკაა, იმიტომ რომ თავპირის დამტვრების დროს თუ ერთმა მხარემ იგრძნო, რომ პირს ამტვრევს მეორეს და ხელისუფლებას, მაშინ მას ბოლომდე დაამტვრევს. ვერც ვერავის ვერ მოკლავ, ვერც ვერავის და ციხეებში ახლა რამდენს დაიჭერ, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს დაგიჭერია, ხვალ გამოგიშვია, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? თავარია აქ უბედურება არ მოხდეს. უბედურება თუ მოხდეს, მაშინ მოხდება, მაშინ ეს ხელისუფლება საერთოდ განწირულია. ამიტომ ჩვენ არ უნდა შევხედოთ იმ მოვლენებს, რომელიც მიმდინარეობს იოლად, რომ ეს არის რაღაც პროტესტი, მე ხდება ჩემს გვერდზე, ხდება საინფორმაციო სივრცეში, ის აგდებული და აი მოდით ასე ვთქვათ, ქოცური შეხედულებები, რომ რა დიდებულია, რა დიადია ეს პარტია, რომ ის ამ ოპოზიციას, ესე იგი ამას გაუკეთებს, იმას გაუკეთებს, არა, სხვათაშორის ქვეყნის კრიზისში შეყვანის ერთ-ერთი მონაწილე აქტიური, სწორედ არის ეს ქოცობა, შეხედულებათა უბადრუკის სისტემის მქონე ადამიანები, რომლებიც არც სახელმწიფოს, არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარი შვილების მომავალს უყურებენ, არამედ შეპყრობილი არიან ბელადომანიით და რაღაც სიყვარულობანის ფონზე საუბრობენ ისე, თითქოს ესაუბრებიან მტრებს და თითქოს ეს კონფრონტაციული დამოკიდებულება ხალხის ერთი ნაწილისა, ხალხის მეორე ნაწილის მიმართ, რითიმე შეიძლება იქნას გამართლებული. ის რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ თუ ჩვენ არ ვიქენით და ესენი მოვლენ, კიდე გეუბნებით. არ არსებობს შეუცვლელი ხალხი. მით უმეტეს დროში. არ არსებობს სიტუაცია საქართველოში, როგორათაც არ უნდა განვითარდეს, რომ საქართველოში ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, გეოპოლიტიკურ რეალიებს გადაახტეს. ის რაც ვარგია ხელისუფლების, რომ იტყვიან მოსარევად, არ ვარგია მაშინ, როცა ხელისუფლებაში ხარ, იმიტომ რომ არსებობს გეოპოლიტიკური შეზღუდები, რომელსაც შენ ვერ გახავ. თუ გადახვალ, მაშინ შენი ნანატრი ოცნება, რომ მოდი ხელისუფლებაში, თავზე დაგემხობა. ასე დაემხო წინა ხელისუფლებას, ხელისუფლება თავზე, მხოლოდ საკუთარი შეცდომების გამო და არავითარ შემთხვევაში არა სხვის გამო. ესე იგი, ჩვენ გვმართებს სერიოზულად ვიფიქროთ, რომ არ არის მარტივი სიტუაცია.
სცენარი, როდესაც შეიძლება დღევანდელი ხელისუფლების ჯგუფი და ოპოზიციაში გარედან მართული ჯგუფი ერთად გაერთიანდნენ, ერთად იმოქმედონ, არაფორმალური მართველი გაუშვან, სახში კიდე გეუბნებით, ყველა ვარიანტში არაფორმალური მმართველობა საქართველოში დამთავრდება, ანდა დამთავრდება ქართული სახელმწიფო. სხვა ვარიანტი არ არის. მე ვსაუბრობ არა კონკრეტული პირის გაშვება არ გავუშვებ, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ამ ყველაფერმა შექმნა კრიზისი. ჩემ ხედავთ, რომ პოლიტიკური სიმწიფე არ ყოფნის არც ერთ მხარეს, რომ კრიზისები ყველგან ხდება, მაგრამ რა კი საჯარო პოლიტიკა განადგურებულია, რა კი პარტიებს შორის დიალოგი განადგურებულია და ყველაფერი გადასულია კონფრონტაციაზე, ჩვენ აქ არ უნდა ველოდოთ პოლიტიკურ შედეგებს. ეხლა რა გავაკეთოთ? სცენარი ნომერი 1. თუ დღევანდელი ხელისუფლება და დღევანდელი ოპოზიცია კოორდინირებულია, 1000%-იანი კოორდინირებულია, ხაზს უსვამ, 1000%-იანი კოორდინირებულები არიან. რატომ? იმ სცენარის განხორციელების შემთხვევაში ისინი ერთობლივად გააგრძელებენ ხელისუფლებაში ყოფნას და ახლოს არავის არ გააკარებენ ამ ხელისუფლებას. ესე იგი, იმის იმედად ყოფნა, რომ სცენარი ნომერი 1-ის განხორციელების შემთხვევაში შემდეგ რაიმე არჩევნების გზით შესაძლებელი იქნება ყოველ შემთხვევაში გონივრულ დროში რაიმე ცვლილებების განხორციელება ქვეყანაში არის სრული ილუზია. სცენარი მეორე. პირველი სცენარი საშიში სცენარია. რატომ? გამაწონასწორებელი არ არის, რომ იყოს ახლა აკრებილი ძალად ჩამოყალიბებული ქართველთა დიდი გაერთიანება, მაშინ რა სცენარით განვითარდებოდა, იქ დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველა ჯგუფს დაბლოკავდა ქართველთა დიდი გაერთიანება და ეტყოდა, კეთილინებეთ, ჩვენ არ ვართ მონაწილე არჩევნებისა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მესვეურები, ხართ პარტიები, კეთილინებეთ, წესიერი საარჩევნო სისტემა, გამოვიდეთ კრიზისიდან, მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, შეთანხმებულ რეჟიმში ვინც გაიმარჯვებს, ჩვენ აბსოლუტურად ვესალმებით ყველას, იმიტომ რომ შეთანხმებული რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტიისთვის ქართული სახელმწიფო ხელუხლებელია, ქართული კულტურა ხელუხლებელია, ქართული ენა ხელუხლებელია, ქართული ხალხი ხელუხლებელია და ყველაფერი ეს უნდა განვითარდეს ქართული კულტურის ფუძიდან ამომავალი ტრაექტორით. თუ ამას მეუბნებით თქვენ, ჩვენ რა თქმა უნდა მიიღეთ არჩევნებში, გაიმარჯვეთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მაგრამ ჯერ ჩვენ არა ვართ ისე აკრებილები, რომ შევძლოთ ბლოკირება გავუკეთოთ ამ ნომერ პირველ სცენარს. ახლა სცენარი ნომერი 2. დაუშვათ, რომ არაფორმალურმა მმართველობმა რაღაც გზით შეძლო ამ კრიზისის თავიდან გადატანა. კრიზისის არა. ამ კრიზისის აი ასეთი ამოხტომა, ამოვარდნა, რომელიც 4 ოქტომბერს იქნება. დროებით ყველაფერი ჩაჩუმათდა, მაგრამ კრიზისი არსად არ წასულა. კრიზისის გამომწვევი არც ერთი მიზანი მორევის შემდეგ, თუ არაფორმალურმა მმართველმა შეძლო მოერია და განეიტრალა ეს ოპოზიცია, რომელიც მისგან კარგად მართულია, მისგან დიდ ფინანსებსაც მოითხოვს და აქვთ კიდევაც, მაგრამ კიდე გეუბნებით, არის გარკვეული წინააღმდეგობა, აბა რატო ჩხუბობენ, ხო სწორია? კრიზისი დაძლეული არ იქნება, არაფორმალური დროებით გააგრძელებს ამ არაფორმალურ მმართველობა და ის ძალები, რომლებიც ამ ეტაპზე იქნენ დაძლეულები, ხვალ და ზეგ კლავ გარე ზეწოლით, გარე ორგანიზებით, გარე ფინანსებით კლავ აკრიბავენ სერიოზულ ბრუნებს და ეს პროცესი განვითარდება. ანუ ქვეყანა ვერ გამოვა ამ დაძაბულობიდან, ქვეყანა ვერც გამოდის. 12 წელი, 13 წელია ხო ეს ხელისუფლებაში. ყოველ დღე გარდა კონფრონტაციული საუბრის და
გარდა იმ საუბრისა, რომ რა ცუდია ნაცები და როგორი დანაშაული ჩაიდინეს, სხვა საუბარი გესმით, დღესაც ნახეთ, ჩართეთ ეს სახელმწიფო არხები, რა პრიმიტიული გადაცემებია, რა პოლიტიკური თოქ-შოუებია, რაზეა საუბარი დილიდან საღამომდე. ესე იგი, კრიზისი დაძლეული არ იქნება, რაღაცით გადაგორდა სიტუაცია, არაფორმალურმა მმართველმა შეინარჩუნა მდგომარეობა, მაგრამ იგი იზოლაციაში დარჩება დასავლეთიდან. უკრაინაში დასავლეთის სრული კრახი არ დაუშვებს იმას, დასავლეთის სრული კრახია უკრაინაში თავს მოიტყვევით და მე ახლა ერთმა კარგმა ახალგაზრდამ მომწერა რაღაც და იმაზე უპასუხებ, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. და ეს დაპირისპირება რუსეთისადმი კვლავ დაპირისპირება დასავლეთის მზადება ომისთვის და ასე შემდეგ კვლავ კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეიყვანს საქართველოს და ადრე თუ გვიან ეს შეიძლება მივიდეს ცუდ მდგომარეობამდე. ორი მთავარი სცენარი. მესამე სცენარი. გეოპოლიტიკური დაპირისპირება შედის იმ სტადიაში, როდესაც ნატო და ევროკავშირი დაიწყებს ღია დაპირისპირებას რუსეთთან. დაპირისპირება უკვე არის ნატოს გადაცმული ჯარები, ნატოს უამრავი ოფიცერია განადგურებული უკრაინაში. საქართველოში არ მიაქციეს ყურადღება, მაგრამ ბალტიის ზღვაში სულ რაღაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლამის ომამდე მისული ინციდენტი მოხდა, როდესაც რუსული ტანკერების დაკავება სცადეს ერთხელ ნორვეგიიდან, მაგრამ იქ სხვა ძალები იყო და იმ წუთში აიწია რუსული თვითმფრინავები და ლამის მუქარის ქვეშ მოხდა და მეორე ესტონელები, რომლებიც სულთა პროვოკატორები არიან და ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროვოკატორული ქვეყნები იქნება ბალტიის ქვეყნები. პოლონეთი ცოტა განეიტრალდა, იმიტომ რომ რაღაც 26 დრონი გაექცათ თუ გაუშვეს ვიღაცებმა. ამერიკელები წყნარად არიან, ამერიკელებს ყველა ინფორმაცია აქვს, ბოლოს და ბოლოს კოსმოსიდან ყველაფერი ჩანს, საიდან წავიდა ეს დრონები. დარწმუნებული რომ იყვნენ ამერიკელები, რომ ეს ერთი რუსებს რა შეჭირდება 26 დრონის მოსინჯვა და აღმოჩნდა, რომ ნატოს მთელი საჰაერო თავდაცვა არის აბსოლუტურად გახვრეტილი შაურის ტოლფასი, არავითარი ომი მათ რუსეთთან არ შეუძლია, იმიტომ არის მე პოლონურ პრესას გადავხედე ეს 2 დღეა და პოლონელები ძალიან სერიოზულად წერენ, კი მაგრამ 26 დრონიდან, წარმოიდგინეთ 26 რა არის, როცა 1000-ზე მეტ დრონს ერთ დღეში უშვებენ რუსები უკრაინაში. 10 იქნა ჩამოგდებული მხოლოდ, მეტი ვერა. სხვა შანსი თუ ბალტიისპირეთის, გერმანიის და ასე შემდეგ მეშვეობით პროვოცირება მოხდა რუსეთთან დაპირისპირებისა, საქართველოს რა კი შენ გიწერია და გაქვს სურვილი, რომ ღირსებით იარო შენ ევროპისკენ, ხას უსვამ. არა მაქვს აქ ცინიზმი, არც სარკაზმი, არაფერი. შენ იძახი, მიუხედავად ყველაფრისა, რომ შენ ხარ ფორპოსტი ევროპისა, კავკასიაში და ასე შემდეგ, შენ გეტყვიან, ან იდიოტი ხარ, ან და კეთილი ინებე და ჩვენთან ერთად იბრძოლე რუსეთის წინააღმდეგ. კარგია ეს, ცუდია ეს. ქართულ გონება გამროდებულ ადამიანებს თუ შევხედავთ, მათ სრულიად ნორმალურად მიაჩნიათ, რომ ევროპა თუ დაარტყამს, მაგრამ იმდენად გარეცხილი აქვთ გონება, რომ ასე გონიათ ნატო და ევროპა თუ დაარტყამს რუსებს, რუსები დამარცხდებიან. პირიქით, ევროპა გასწორდება მიწასთან და მე ეს არაერთხელ ავხსენი. ესე იგი, ჩვენ გვაქვს სამი მთავარი სცენარი. უკრაინის საქმე არ გაჩერდება, გამორიცხულია. უკრაინით საქმე არ დასრულდება. ეს დავწერე 22 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსები შევიდნენ უკრაინაში. მაშინ დავწერე ეს.
დიდი ამბები ატყდა და ასე შემდეგ და ეგონათ რომ მართლა განადგურდებოდა რუსეთი რაც შანსი არ იყო მაგრამ მე ამას წერდი არა რუსების სიმპათიის გამო არამედ მხოლოდ იმის გამო რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მე და ჩემი ასაკიდან გამომდინარე მე ეს ქვეყანა და ეს ხალხის ფსიქოლოგია ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ მათთან ერთად ცხოვრობდი, მათთან ერთად ვიზრდებოდი, მათთან ერთად მიდიოდა უამრავი დრო ერთად ყოფნისა და ასე შემდეგ, უბანი იქნებოდა, სახლი იქნებოდა, თუ გარეთ იქნებოდა. რატომ ეკონომიკა ვიცი მათი ვადევნებ თვალყურს მათ სტატისტიკას, მათ ისევე როგორც ვადევნებ შეერთებული შტატების და ასე შემდეგ შანსი არ არსებობს. საერთოდ არ მაინტერესებს კარგებია თუ არა რუსები. მე მაინტერესებს მხოლოდ ის რომ საქართველომ არ დაუშვას სასიკვდილო შეცდომა რომელიც აუცილებლად ცუდად დაუმთავრდება მათ. ეხლა მე გეკითხებით, აი სამი სცენარი ჩვენს წინაშე. ეს სამი სცენარი აუცილებლად გათამაშდება უახლოეს ხანში. აუცილებლად. და მე არ ვიცი საქართველოს ხელისუფლების, თუ გნებავთ ხელისუფლების ნაწილია ოპოზიციაც. აბა სხვანაირად როგორ? ოპოზიციაც ვერ ხედავს ყველაფერ ამას, სадцალიად კაცო, ქოცი ყავთ საგინებელი, ქოც ნაცი ყავთ საგინებელი და მთელი ჩვენი ცხოვრება ამ უმწიფარი ხალხის, აი რუსულ სიტყვას ვიცი, ბალამუტს გადავაყოლეთ. ესე იგი, ჩვენ აღმოჩნდით არასერიოზული ხალხი, რომ ამ ბალამუტებს ვერ დაუპირისპირეთ, რომ ბიჭო ხარ პოლიტიკაში? გააკეთე პოლიტიკოსის საქმე. რაღაცა მოაგვარე 1000%-იანი იდეალური ხელისუფლებები არ არსებობს, შენ ყველაფერს ვერ გააკეთებ, მესმის, მეც ადამიანი ვარ და გაგიგებ, მაგრამ ერთი რაღაცა მაინც გააკეთე, კარგი, ერთი პრობლემას მაინც მოკიდე ხელი. შენ დღეს რომ მოკიდებ სასიცოცხლო პრობლემებს, რაც ქართველების წინაშეა, დღესვე ვერ მოაგვარებ ამას. შენ დემოგრაფიას ერთ დღეში ვერ მოაგვარებ. შენ დღეს თუ არ ჩაყარებ ფუნდამენტი, რომელიც 10 წლეულები ითამაშებს და იმუშავებს, შენ ვერაფრით ვერ უზამ ამ პრობლემას ძვრასაც კი. შენ გაქვს ტერიტორიულად გახლეჩილი ქვეყანა ხარ და აზზე ვერ მოსულ ხარ, რა მოხდა 1993 წელს, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და კვლავ ცდარ გზაზე ხარ დამდგარი. შენ 2025 წელს ვერ გარკვეულ ხარ, რა ხდება უკრაინაში, ვინ რატომ მთელმა დასავლეთმა იცის, აი შემიძლია ჩამოგითვალო და ასობით სტატია არ ყველა ხوارიც მე უბრალოდ ხდება ასობით სტატია დასავლეთში სადაც დაღეჭილია რატომ შევიდა რუსები უკრაინაში რა იყო მთავარი მიზეზი და საიდკენ მიდის ეს კონფლიქტი არ არის ტერიტორიული კონფლიქტი თუ ჩვენ ეს ვერ გაგვიგია თუ ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა ვერ მოგვიგვარებია თუ ჩვენ დღეს დგავართ სამი ერთმანეთზე უარესი სცენარის წინაშე სამივე სცენარი საშიშია ქართული სახელმწიფოსთვის დაუშვათ შეხედეთ პირველი სცენარი რა გითხარით დღევანდელი ხელისუფლების ჯგუფი და ოპოზიცია კიდე გეუბნები კოორდინირებული არიან და ამ პროტესტებმა შეიძლება ჩახსნას არაფორმალური მმართველი უკვე რეალურად ჩახსნილია ხელისუფლებიდან არ არის ხელისუფლებაში მაგრამ ყველა ბერკეტი ხელში ხო ჩაიხსნება პოლიტიკური გამაწონასწორებელი არ არის და ძალიან დიდი საფრთხეა ეს საკმაოდ ახალგაზრდა ხალხია ფულს ძალაუფლებას გაუგეს გემო და არაორგანიზებულ ქვეყანაში პარტია განადგურებული ინფრასტრუქტურის პირობებში მოხდება კონცენტრაცია და ზუსტად ის მოხდება რაც საბერძნეთში.
შავი პოლკოვნიკების ერთხელ უკვე ვთქვი, განეიტრალების შემდეგ ორმა ძალამ მოილაპარაკა, რომ ყველა გავანადგუროთ, მე და თქვენ ვიყოთ ერთად და ხან შენ მოდი ხელისუფლებაში, ხან მე ვალებში ჩაფლეს საბერძნეთი, გაათახსირეს, ეკლესია 7 ეკლესიად დაუნგრიეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მეორე სცენარი. არაფორმალური მმართველი ერევა ამ სიტუაციას და ინარჩუნებს თავს. შედეგი. კრიზისი შენარჩუნებულია, ქვეყანა იზოლაციაში და თვითონ არის იზოლაციაში, ესე იგი სიკეთე არ იქნება, რესურსი მას არ გააჩნია, რომ პოლიტიკური ცვლილებები ისე გადააჯგუფოს, რომ რაღაც პროგრესულის ტრაექტორიაზე შევიდეს. მესამე, რომელიც 1000%-ით მალე მოხდება, დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის შედის ბოლო სტადიაში და შენ გაიძულებენ, რომ ამ ომში მიიღოს. აბა, ეხლა შენ თუ გონია ისეთი ვირეშმაკაჭკვიანი ხარ, რომ დასავლეთის ფული გინდა, თან იძახო სისულელე, რომ ევროპაში და ნატოში გაწევრიანები და გეუბნებიან. ხო გინდა, ხო და კეთილი ინები იბრძოლე. აი სამი სცენარი. არის რაღაც სხვა, ხო იცით, არის ტონები, არის ობერტონები და ასე შემდეგ, მაგრამ არ მინდა ეხლა წავიდე შორს, იმიტომ რომ ყველა იმ გონიერ ადამიანს უდიდესი მადლობა თქვენს, ვინც უყურებთ და უსმენთ ჩემ გადაცემებს, მე კიდე გეუბნებით კოლოსალური ვალდებულება და პასუხისგებლობა მაქვს თქვენს წინაშე. აი ეს სამი უახლოესი სცენარი, რომელიც ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ და თუ ჩვენ ამას გავიაზრებთ, 27 სექტემბერს ქართველები მოვლენ ერთად დასადგომად ამ ქვეყნის გვერდით, რომ ამ ხელისუფლებამ და ამ ოპოზიციამ არის ფიქრობს, რომ ეს ჩვენი სათარეშო ქვეყანა არ არის, თქვენი სათარეშო ქვეყანა, თორე ეს მალე გამოჩნდება. აი თავი, კიდე გეუბნებით, მე ზუსტად მიუთითებ იმას, რომ თუ ქვეყანაში წონასწორობის დამკავებელი ძალა არ არის, ნუ გაქვთ ნურაფრის იმედი. ძალა კი ამ შემთხვევაში პარტია ვერ გახდება, იმიტომ ყველა პარტია გაანადგურეს. აქ არის ხალხის ნება. თან ყველა კი არა, ძალიან ბევრ ადამიანს ვერ დავაჯერე, რომ ეს არ არის ყველა ქართველის გაერთიანება, ასეთი რამ სოფლიოში არ მოხდა. ეს არის გულიანი, მაგარი, უდრეკი, უშიშარი, თავისი ქვეყნის მოყვარული ქართველების გაერთიანება, როცა შენ შენნაირს ეძებ, იმიტომ რომ ერთი კაცი, აი ახლა მე ვლაპარაკობ და 10,000-ობით ადამიანი უსმენს და ეს თავისთავად რაღაცას ნიშნავს, ხო, მაგრამ მე შემიძლია ავანთო სანთლები, რომ აი აქაა პრობლემები, მაგრამ მე მარტო თუ ამ ანთებულ რაღაცას არ დაინახავს ადამიანი, ვერ გავაკეთებ. მე ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ გულიანი მაგარი ქართველები ჩემს ასარჩევად კი არა, ღმერთო დამიფარე, მე თქვენ ვერასდროს ვერსად ვერ ამირჩევთ, იმიტომ რომ არ აგარჩევინებთ თავს. მე მაგისთვის არ ვიკლავთ თავს და დღე და ღამ არ მუშაობ, რომ სადმე ამირჩიოთ. არა, ეს ქვეყანა არის დასაცავი. ამიტომ ჩემი ხათრით კი არა, ხო, ფანტასტიკური ქვეყანა გო. რა გინდათ? საოცარი ეხლა ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიო მაქვს შემოვლილი და არა, რაღაც ევროპაში მინახავს, ამერიკაში მინახავს, აქეთ აზიაში მინახავს, სადღაც მინახავს. არ გეუბნებით, არა ვარ ვაშა პატრიოტი და საოცარი ქვეყანა გვაქვს. საოცარი კულტურა გვაქვს. და ეხლა ვერ გავიგე, ეს უნდა შევაჭამნოთ ამ ხალხს. ვიღაც დამპალ იდეოლოგიას აყოლილ დაფინანსებულ ხალხს შევაჭმევინოთ ეს ყველაფერი, მაშინ ღირსი ვიქნებით, რომ დავკარგოთ ეს ქვეყანა. ამიტომ 27-ში მობრძანთ და ჩვენ ერთად თქვათ ის, რომ ამ ქვეყანას ყავს თავისი ხალხი, რომელსაც ეს ქვეყანა უნდა, ეს კულტურა უნდა და ვერავინ ამ ქვეყანაში ვერ გაბედავს იმას, რომ ამ ქვეყანას მომავალი დაუკეტოს. აი ჩემი მთავარი სამი რამ. ეხლა მე დღეს დავდა ერთი გერმანული სტატია, სადაც ამ მოვლენებთან დაკავშირებით იყო და თვითონ დასავლელები, მე ყველაფერს რასაც ვდებ, ეს არის
დასავლეთში დაბეჭდილი ყველა ის მნიშვნელოვანი სტატია, მნიშვნელოვანი გამოცემებში, რომლებიც ხედავენ იმ პრობლემებს, რაც არის დასავლეთში, მეც ამაზე ვლაპარაკობ. და ერთმა ახალგაზრდმა კაცმა მომწერა, ბატონო დემურო, თქვენ ხო ამბობთ, რომ ხარი არა ხართო. მაგრამ ყოველთვისო ისე გამოდის, რომ დასავლეთის საწინააღმდეგოს წერთ და რუსების საწინააღმდეგოდ რატო არაფერს წერონა? ჯერთი ჩემი პასუხი მას გავეცი, გავიმეორებ. მე რაც რუსეთის ანალიზები მაქვს გამოქვეყნებული, მათი ელიტები უცვლელბანეს დეტალებში, მათი სახელმწიფო მოშლა, მათი არაეფექტური ძარცვა ქვეყნისა და ასე შემდეგ, მანახეთ ვის აქვს პროფესიულ დონეზე, მე მომწონს არ მომწონის დონეზე არ ვსაუბრობ ამაზე. მეორე, ქართველთა დიდმა ნაწილმა შესანიშნავად იცის რუსული ენა. და ისინი იმდენ ინფორმაციას იღებენ ჩემი რაიმე დამატებით ეხლა მით უმეტეს მე ისეთ რამეებს ვსაუბრობ რუსეთზე, რომელიც არ ჩანს იქედან, ხო? ამიტომ მე ძალიან კრიტიკული ვარ რუსეთისადმი, მაგრამ მე რუსეთის რეალურ სახეს თუ ვაჩვენებ, ერთადერთი მიზანი ილუზიებში არ შევიდეთ. ესა გინდა თუ არ გინდა შენ ისტორიულმა პროცესებმა განაპირობა, რომ ჩრდილოეთით საქართველოს მეზობლად არის რუსეთი. ამიტომ მოტყუება კი არ უნდა თავის რომ არიქა რუსეთის ჟანგიანი ტანკები, რისი ჟანგიანი ხარ, თქვენ გამოტვინებულებო. იმათ მიმართავ, ვისაც ეს თქვენ აზზე არ ახართ. ამიტომ ერთხელ თქვი ის დამპალი იუსაიდი რომ არის, მოყაროს ეს ახალგაზრდები ჩაიყვანოს რუსეთში და სადმე ექსკურსიაზე ან ქარხანაში შეიყვანონ ანსამბლე მაკდონალდსიც მეტი წარმოება რომ არ უნახავთ ამ ადამიანებს. ამიტომ ტყუილია ეს ილუზიებია რუსებს უზარმაზარი პრობლემა აქვს. თუ არ მოულიან იმ პრობლემებს დაემხობიან, მაგრამ არ დაემხობიან ამ ეტაპზე გამორიცხულია ეს. მე დასავლურ კრიტიკულ სტატიებს ვდებ მხოლოდ იმიტომ, რომ მე თვითონ გაცილებით ადრე ამაზე დაწერილი მაქვს და ჩემი პოზიცია არის ისეთი, რომ ის ილუზია, რომელიც შექმნილია დასავლეთის მიმართ საქართველოში გარკვეულ წრეებში, გავანეიტრალო, იმიტომ რომ ის არის ტყუილი. მე გავიზარდე დასავლელებთან. ჩემთვის ფანტასტიკურ ქართულ კულტურასთან ერთად შინაგანად ორგანულად შერწყმულია ის კლასიკური დასავლური კულტურა და მე ბედნიერი ვარ ამით, იმიტომ რომ იმ დასავლურმა კულტურამ მე უკეთესი ქართველი გამხადა. მაგრამ ის რაც მე 60-იან წლებში და 70-იანებში ავიღე, 70-იანების პირველ ნახევარში ის კლასიკური ევროპული კულტურა დასრულდა, შემდეგ უკვე წავიდა ის საზიზღრობა, რამაც შედეგი გამოიღო დასავლეთში. მე ბედნიერება მქონდა, რომ იმ დროს ყველაფერი საუკეთესოს ჩავწდომოდი და მეცხოვრა იმ გარემოში, რომელიც იყო. ეხლა გეუბნებით. როდესაც დამპალი იდეოლოგიის გამო შენ გინდა შენი დამოუკიდებელი სახელმწიფო სადღაც შეტენო, მანახეთ ჯგუფი საქართველოში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო რუსეთს უნდა შეუერთდეს. ამიტომ ჩემთვის მთავარი პრობლემა მოხსნილია. შენ კი მეუბნები, მე რომ საქართველო უნდა შევიდეს ევროკავშირში, საქართველო არ შევა ევროკავშირში. საქართველო ამ წაქცეულ ევროკავშირში შევა და დაასრულებს თავის არსებობას. საქართველო ვერ შევა ნატოში, გამორიცხულია. მე ამ გამანადგო სად გიწერიათ საქართველოს კონსტიტუციაში, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს. რა გიწერია? ევროკავშირში უნდა. სად უნდა შევიდეს? რომელ ევროკავშირში, რომელიც წარმონაქმნიც კი არ არის, კონსტიტუციაც კი არ აქვს, იმიტომ რომ ჩააგდეს თავის დროზე და ნატო რა არის? ნატო არაფერი არ არის, გარდა ამერიკელების ხელში მართვის მექანიზმისა, რომ თავისი მიზნებისთვის ამსახუროს და ჩვენ შევიდეთ იქ, საიდაც ჯერთი ვერ შეხვალ და მეორე ამ ილუზიაზე რატომ უნდა იყოს საქართველო აწყობილი. ჩემი აი ახლა იმ ახალგაზრდას პასუხობ, ძალიან კარგი კითხვა დასვა, ძალიან კორექტულად ყველაფერი, მეც ძალიან დიდი პატივისცემით პასუხობ მას. მე იმ კრიტიკულ სტატიებს, რომელსაც ვდებ პარალელურად წლობით ადრე,
მაქვს ეს იმიტომ რომ მე იმდენად შიგნიდან ვიცი შეერთებული შტატები და ევროპა რომ ეს ყველაფერი რომ დავინახე მაშინ ვიყურე მე მახსოვს თბილისში რუსთაველის ხო ზუსტად რუსთაველის ძეგლთან ერთმა ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა მითხრა რომ აი კოლეგები არიან ამერიკიდან ვაშინგტონ პოსტიდან და ემიდან და გამაცნეს ისინი და ეხლა ჩემი თაობის კაცი მე რატო უნდა ვიყო მე ვთქარი რა გააჭირეთ ეს ვაშინგტონ პოსტი მე ვთქარი ჩემი თაობის კაცისთვის საბჭოთა კავშირში მქონდა ეს იყო გაზეთი პრავდა მე ვთქარი გაეცინა და მითხრა ყველა იმპერიას თავისი პრავდა ჭირდება ამიტომ რა არის იცით მე არ ვაკადრებ ჯერ საკუთარ თავს მე არა ვარ მცირე ასაკის თუმცა ღმერთის წყალობით კიდე დიდხანს ვიქნები ამ ქვეყნად აშკარა არის მადლობა მას მე არა ვარ მხარე მე ვარ ერთი მხარე მე ვარ გამოკვეთილი მხარე ამას ქართული მხარე ქვია რუსეთი ამერიკა ევროპა თურქეთი ირანი სომხეთი მე მაინტერესებს მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის მოცემულობა და ამ ჩემმა სახელმწიფომ ამ მოცემულობაში უნდა ისწავლოს ცხოვრება მან არ იცის ეს ცხოვრება ის უმწიფარი იდიოტი ბავშვისთვის ვიღაცის ესე იგი ფოჩიანი კამფეტები და ფული და იმით ნახეთ ათასობით ადამიანი მიყვანილი გონებრივ სიმდამვლემდე და მე მხოლოდ იმას ვაკეთებ რომ ამ წარმოდგენების ნორმალურ კალაპოტში გადაყვანა მინდა იმიტომ რომ დასავლეთს რუსეთს და ყველას უნდა შეხედო როგორც მოცემულობას პრაგმატულად უნდა იცხოვრო ყველასთან დაამყარო ის ურთიერთობები რომელიც შენი ქვეყნისთვის შენი განვითარებისთვის იქნება კარგი შენ არავის ჯიბეში არ უნდა იყო იმიტომ რომ შენ არა გაქვს უფლება და არავინ არ მოგცემს რომელიმე ჯიბეში აღმოჩნდე იმიტომ რომ საქართველო და სამხრეთ კავკასია მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრშია მოქცეული შუა აზიასთან და ახლო შენ არავინ არ მოგცემს იმ იდიოტობის გაკეთების საშუალებას რაც საქართველოს კონსტიტუციაში გიწერია რომ ადგები და ევროკავშირში შეხვალ და ვიღაც გამოდის იქ რუსთაველზე და არის ევროპული მომავალი და მასხარაობთ თავს ვიგდებთ ხო და თავს თუ იგდებს 100,000-ობით კაცი მე იმ ახალგაზრდებსაც შეუთვალე არაერთხელ მივწერე მოტყუებულები ხართ მომეცით ნება მოვიდეთ თქვენთან გინდა 50,000 იყავით გინდა 100,000 ყველას დაგელაპარაკებით ძალიან ხისტად დაცვა მე არ ამყავს და არც მეყოლება არასდროს მოვალ ჩემი ერთი თავით რაც გამაჩნია ამიტომ ყველაფერი დავალაგოთ ყველაფერი ვიკითხოთ მე ჩემთვის უდიდესი სიხარულია როდესაც მე კრიტიკულ კითხვას მისვამენ იმიტომ რომ ესე იგი ადამიანს არ ყოფნის ინფორმაცია დამისვით ყველა შეკითხვა მე აუცილებლად ყველას უპასუხებ ამის წინაშე ვდგავართ ახლა ჩვენ ცოტა გვაქვს დრო ჩვენ გმართებს ძალიან სერიოზულად ვიმუშაოთ მე დღეს არ მინდა უკვე გადაგღალოთ ყველაზე მთავარი მე ვფიქრობ რომ გითხარით ჩვენ შევხვდებით 4 შაბათს თუ კიდე გეუბნებით რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა როდესაც მე გაგაგებინებ და თქვათ გადმოვწევ გადაცემას მაგრამ სხვა მხრივ უკვე ჩამოყალიბებული რეჟიმი გვაქვს 4 შაბათი 5 შაბათი და შაბათი დიდი მადლობა ყველას ვინც უსმენდით ამ გადაცემას გემშვიდობებით 4 შაბათამდე 21 საათამდე მადლობა ყველას